День сегодня. Да. Кто смотрит маэстро, не спит всю ночь почти. Да. Спасибо вам большое, спасибо. Да, я знаю по поводу этого дела. Вчера продали этот канал. Эта компания просто зарегистрирована там в Арабских Эмиратах, как я думаю, но фирма Мирабишвили, Саакашвили, Бокери, Гугулава и Адеишвили. Этих людей. И просто эта фирма, как будто это арабская компания, потому что они купили, кроме этого, они купили, так сказать, порт Поти, они купили, так сказать, это банк, который принадлежал Бадри Патаркатишвили. Вся Грузия сейчас в тюрьме находится. И пока вся Грузия в тюрьме находится, я буду здесь сидеть обязательно. Спасибо огромное. До свидания. გამარჯობათ, ბატონო რეზო, გამარჯობათ. მოგესალმებით, ხანგი ადგონი. თქვენი ჭირიმე, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გამიხარდა თქვენ რომ მოხვედით, ძალიან. მოგირფასო, მე უნდა ყოფილიყავი პირველი და ვიყავი ძალიან ავად. მოგიტანი აგერ? თქვენი ჭირიმე, დიდი მადლობა. ახლა უყურე, ახლა მე გთხოვ, დიდი მადლობა. წაიკითხო ამ რა წერიაში. აი აგერა. მამულისთვის, მისი წარსულის აწმყოსა და მომავლისთვის ანთებულ მგზნებარე ქართულ გულს იმის საყვარელ თავდადებას გია გაჩეჩილაძეს რეზო ესაც ძალიან დიდი მადლობა. მერე. მინდოდა 18 თებერვალს ჩემი დაბადებიდან 75 წლისთავი შენთან ერთად საკანში გაგვეტარებინა სამწუხაროდ ავადმყოფობის გამო ეს ვერ შევძელი. რეზო ესაძე. ვიცი ბატონო რეზო, მე თქვენი ამბები აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით. თქვენ ჩემთვის ხართ მაგალითი. აქა მოტანილი მაქვს? კი. აგურე? შეხედე? მოტანილი მაქვს ბიბლია. თქვენი ჭირიმე. მინდოდა შენთან ერთად დავშდარილავი და ესაია წინასწარ მეტყველის რა. დიახ. ვირფასო. ერთი ერზე დღევანდელი დღე. ზეწერს. დიახ. ერთი ერთზე გადაირევი რა, გაგიზდები. მინდოდა ხმამაღლა წაგვეკითხა მე და შენ ერთად ეს. და ქართველი კაცისთვის. დიახ. ჩვენ გენიალური ერისშვილები ვართ. მე საც არ ვარ. ყველგან ამას ვამტკიცებ. ჩვენ ეზოთერიული საქართველო ვართ. ჩვენ ეზოთერიული ქართველები ვართ. და უბედურება რა არის? დღევანდელი საქართველო. დიახ.
დღევანდელი ქართველი კაცი გამოიყურება რაღაცა სულელურად იმიტომ რომ ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით სხვისი დარგებით სხვისი ზომებით ქართველი კაცი თავისუფალია შინაგანად ის ყოველთვის იბრძოდა რომ ეცხოვრა ამ თავისუფალ სულს თავისუფალ ქვეყანაში დამოუკიდებელი სახელმწიფო და თავისუფალი სული ადამიანისა სხვადასხვა რამეა დამოუკიდებელი სახელმწიფოში უნდა შეიქმნას თავისუფალი სამყარო და იმ თავისუფალ სამყაროში გაჩენილი სული რომ აღიზრდება აი ის არის თავისუფალი ადამიანი ყველაფრის თამაში შეიძლება გარდა თავისუფლებისა და გარდა მამულიშვილობისა მე ეს მეგონა ჩვეულებრივი ის არა ქვია ღია გამიგე ღია ასე გადაკეთილი თუ იქნებოდა მე არ მეგონა სხვა შორის ყველა რო უყურებ ახლა მე თავისუფალ სივრცეში ახლა შენ ცხოვრობდა მე ვცხოვრობ საკაცში აქა თავისუფალი სივრცე აქ გასაგებია და აი ამ თავისუფალი სივრცე მოხდება საქართველოს თქვენი ჭირი მაგათ ენასვალოს ჩვენი თავი მაგათ შემოევლოს ჩვენი თავი ნურავის ნუ ეწყინება თუ ქართველი ერი უძველესი წინაპრიდან რომლის სახელი არავინ არ იცის იქიდან მოდის შემორჩა ღმერთით უძველესი წინაპრიდან და აბსოლუტურად მიდიან იმ დასკვნამდე აი მიხაჩვევი და ისინი კაცო მიდიან იმ დასკვნამდე რომ ქართული ენა ენების საწყისია ჩემო ბატონო რაღაცა იმ ენების რომელიც დღეს არსებობს და ის ხალხი რომლებიც ხელმძღვანელობენ დღეს ქართველებს იმათ არ აქვს ქართული აზრდა მიღებული პიროვნებას უფლება არ აქვს ერის სახელით ილაპარაკონ იმიტომ რომ ერის ენით ილაპარაკონ იმიტომ რომ არ შეუძლიათ იმათ ერის ენით ლაპარაკი იმიტომ რომ ერის ენა ის კი არ არის მარტო რაც გვესმის ჩვენ ერის ენა შენი ჯდომა შენი დგომა შენი ღიმილია შენი ადათია შენი წესია ესა ენა და პლუს ის რაც გვესმის კაცო ერებმა ერთმანეთში უნდა ლაპარაკონ ერთმანეთთან უნდა დადგენ ერებმა რომ გააგებინონ ერთმანეთს ხალხებს სჭირდებათ ერთმანეთთან ურთიერთობა ერისენით და არა პიროვნებების ენით პიროვნება შეუძლია მხოლოდ თავისი აზრი გამოთქვას ერს ეს არის მიახლოებითი მხოლოდ თუ განსაკუთრებით ქართველებს ქართველი სული ქართულ სულზე ქართულ ნიადაგზე აღმოცენებული და ქართულ ნიადაგზე გასლებული ჩამოსხმული კაცი არ ჩაუდგა სათავეში ნამეტარი ძმელია თბილისი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში რომელსაც თავისი ფენა ადამიანების ფენა შექმნა ყარაჩოგელი არც არ არის არც ერთ ქვეყანაში არ არის არ ყოფილა არც ერთ ქალაქში რომელიც დღისით მუშაობს და ღამით გულს თავის ნამუშევართან ერთად ადამიანებს ჭკუა მახვილი ლაბაზი და მშვენიერი ასეთია საქართველოს და რა ვქნე ახლა კაცო და არ შეიძლება ძალად აქ არ შეიძლება გესმის იმითებ აი ძალიან მინდა რომ უნდა იცოდე სისხლში უნდა ქონდეს როგორ გეკაცო კაცო შეიძლება საქართველოს